გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. თუ შეგიმჩნევიათ, რომ სოციალურ ქსელებში ავატარზე თითქმის ყველა ნაცი და ნაცებთან აფილირებული პირი უკრაინის დროშის ყვითელ ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ამას ზოგჯერ ევროკავშირის ვარსკვლავების ემატება ვითარცა შარავანდედი, რათა ევროკავშირმა იცოდეს, დიახ, ეს პიროვნება დღეს უკრაინას კი გულშემატკივრობს, მაგრამ მხოლოდ ევროკავშირის სიყვარულია მუდმივი. და ყვითელ ლურჯ ფერებიანი ავატარი იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ნაცებს უკრაინას ტკივად, დიახ, სულ უკრაინაზე ფიქრობენ. უკრაინა ადარდებთ და ყოველი ღამე უკრაინა ესიზმრებათ უკრაინა რუმინეთიდან ალასკამდე და ჩვენ კი არა ნაცებს მათი გაგებით. უკრაინა არ ტკივა და ამიტომაც არ გვიდევს ავატარზე არც უკრაინის დროშა და არც იმ დროშის ფერებში ვართ შეღებილნი. აქციებზეც ისე აფრიალებენ უკრაინის დროშებს, რომ თუ არ იცოდე, იფიქრებდი უკრაინა მათი მთავარი სადარდებელი და ამ დროს არაა უკრაინა მათი სადგივარი და ამის ისევე მჯერა, როგორც ის, რომ დედამიწა მრგვალია. შეიძლება დედამიწის სიმრგვალეში ზოგჯერ ეჭვი შემეპაროს, რადგან დავფიქრდები ხოლმე დედამიწა თუ მრგვალია, ხალხი რატომ არ გორდება მისგან. მაგრამ ნაცების სიყვარული უკრაინისადმი კი არასდროს მჯეროდა. რომელიღაც მოზგმა უთხრა შეიმოსეთ უკრაინის ფერებში და ისინიც იძულებულნი გახდნენ, რომ შემოსილიყვნენ. ხომ გახსოვთ მათი ბელადი, რომელიც დღესდღეობითაც ძვირიანი კლინიკის 60 ოთახიან ლუქში თავის ჯანმრთელობას მკურნალობს. ერთ-ერთ სასამართლოზე უკრაინის დროშით რომ გაიჩიტა. მართალია ამოყირავებული ეჭირა, მაგრამ მერე რა, თავარია მას დროშა ეჭირა და უკრაინის ჰიმნიც იმღერა. მისი ნამღერი რომ გავიგონე, მე მუსიკალურ ატმოსფეროში გაზრდილმა ადამიანმა ის უფრო რბილად რომ თქვა ვერ ავიტანე. ის ისევე მღეროდა როგორც თამაშობდა ფეხბურთს, ანუ საზიზღრად. მე ავატარზე არ მაქვს უკრაინის დროშა, ერთადერთ დროშას, რომელსაც დავიჭერ ხელში, იქნება იმ ქვეყნის დროშა, რომლის მოქალაქეც ვარ, დიახ, მაგრამ თუ ვინმეს გონია, რომ უკრაინაზე გული არ შემტკივა და ყოველდღე გულის ფანცხალით არ ვკითხულობ უკრაინულ ინფორმაციას, ძალიან ცდება. დიახ, მაღელვებს უკრაინელების ბედი პირველ რიგში, იმიტომ რომ იქ, იმ ქვეყანაში, ჩემი ახლობლები ცხოვრობენ, ახლობლები და მეგობრები, ვის თავზეც დღეს დრონები დაფრინავენ და კიდევ იმიტომ შემტკივა მათზე გული, რომ ერთმორწმუნეერია, ანუ წესითა და რიგით იმ ფასეულობებსა და კანონებზია აღზრდილი, რაზეც ჩვენ და მიუხედავად იმისა, რომ ორთოდოქსი ეკლესიური არ ვარ, ჩემთვის მართლმადიდებლური ადამიანი გაცილებით უფრო ახლოს დგას, ვიდრე სხვა რჯულის წარმომადგენელი. როგორ გახვიეს ამ ხელა ქვეყანა სისხლიან შარში, ისეთ შარში, რომლის აცილება შეიძლებოდა განზრახ გახვიეს თავისი მზაკვრული მიზნების გამო და ვინც გახვია, მისი თავიდან თმის ღერიც არ ჩამოარდნილა და არც ჩამოარდება. პირიქით, ის დღესაც მდიდრდება და ფუვდება და იქნება კარგად. უნდა გამოგიტყდეთ, რომ როდესაც იუგოსლავია ინგრეოდა, ერაყი ინგრეოდა, ლიბია ინგრეოდა, ავღანეთს ტირობდნენ დედას, სირია გააცამტვერეს, მაშინ ეს ყველაფერი ჩემთვის იყო მეორე ხარისხოვანი. დიახ, რაღაც ინფორმაციას რომ გადავაწყდებოდი იმ ქვეყნების დანგრევის შესახებ, კი გამოვთქვამდი ჩემს გაკვირვებას, მაგრამ მალევე მავიწყდებოდა და განვაგრძობდი ჩემს ყოფა არსებობას. და მთელი ჩვენი დუნია ასე იყო. არ მახსოვს, რომ ვინმე ჩვენიანს სოციალურ ქსელში ავატარზე სირიის დროშა ჰქონოდა გამოფენილი. და იმიტომ არ მახსოვს, რომ ეს არ მომხდარა. და ისეთ კიდევ რამ მიშლის, ასე ვთქვათ, ნერვებს ამ აბსურდულ აქციებზე უკრაინელ დროშებთან ერთად იმ დროშის ფერებიანი პირბადეები რომ აქვთ სახეზე აფარებული. პირბადე რატომ აქვთ აფარებული, გასაგებია იმის გამო კი არა, რომ COVID-19 ან რამე ამ დაგვარს ერიდებიან. არა, საკროელია. სამედიცინო პირბადე იმისთვის აქვთ, რომ მათი იდენტიფიცირება შემდგომ არ მოხდეს და რომ არ დაისაჯონ. საერთოდ ეს
პირის დაფარვაც ვითომ რატომ ხდება? შენ თუ მართალი კაცი ხარ, შენ თუ სიმართლით მოხვედი პატიოსან აქციაზე, შენ თუ გჯერა რომ ებძვი რაღაც ცულს, მაშინ რის გეშინია? მაშინ იმისიც არ უნდა გეშინოდეს. ჩამჭრელი კითხვები რომ დაგისვან და ისიც უნდა გიმაგრებდა ზურგს, რომ იმ კითხვებზე დამაჯერებელ პასუხს გასცემ, მაგრამ არა, პირბადეს იკეთებ და პირბადიდან ვაშკაცურად იგინები. მართალ ადამიანს არ ეშინია, მართალი ადამიანი პირბადეს არ იკეთებს. მართალი ადამიანი უპირბადეოდ იმარჯვებს ან იღუპება, როგორც ამას ჰალალ მართალი გიდეონ ფოფხაძე აპირებს. პირბადელებო, მიბაძეთ გიდეონ ფოფხაძეს. სახე დაგვანახეთ, რათა მთელმა ქვეყანამ გაგიცნოთ. ისე კი ნებისმიერი ქვეყნის დროშის ფერებში შეფერადებული პირბადე რაღაც მოვეტონად მიმაჩნია. თუმცა მე რა მიმაჩნია და რა არ მიმაჩნია, ეს ნამდვილად ჩემი პრობლემებია. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.